დღეს განვიხილავთ არმირების ჩაბარების ძირითად წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ბეტონირებამდე. არმატურის ყველა პარტია უნდა შემოწმდეს ლაბორატორიულად. ადგილზე კი მოწმდება დიამეტრი, მარკირება და ვიზუალური მდგომარეობა. არმატურა არ უნდა იყოს ძლიერი ჟანგის და დაზიანების მქონე. ობიექტზე არმატურა სწორად უნდა დასაწყობდეს. არ უნდა ეხებოდეს გრუნტს და დაცული უნდა იყოს წვიმისა და ნესტისაგან. არმატურის გადაბმა სრულდება პრინციპით 50D. დიამეტრი მრავლდება 50-ს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადაბმები ერთ მონაკვეთში არ იყოს თავმოყრილი და აჩეხილად განლაგდეს. აუცილებელია ყველა კონსტრუქციაში შემოწმდეს მუშა და შემკრავი არმატურების რაოდენობა. დიამეტრი, ბიჯი და კვეთი. რიგელებში გაჭიმულ ზონაში არმატურის გადაბმა დაუშვებელია. ამ შემთხვევაში სვეტებთან მუშაობს ზედა, ხოლო მალის შუაში ქვედა შრის არმირება. კაპიტელებში მნიშვნელოვანია განივი არმირების შემოწმება. ფილაზე ქვედა და ზედა შრეებს შორის თავსდება დამჯერები, მუშა სიმაღლის დასაფიქსირებლად. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონტურებს, ღიობებს და საინჟინრო შახტებთან დამატებით არმირებას. ვერტიკალურ ელემენტებში მოწმდება არმატურის კარკასის ნაშორების ადგილმდებარეობა, რათა დაცული იყოს დამცავი შრე. შემდგომ კი ხდება კარკასის მონტაჟი. სვეტის მუშა ღერები უნდა იყოს განლაგებული ხამუთების კუთხეებში. კედლის არმირებისას აუცილებელია ჰორიზონტალური ღერების სვეტებში ჩაანგერება. საჭიროა საკიდების ბიჯის დაცვა და მათი ჭადრაკულად განლაგება. ღიობების კუთხეებში კი აუცილებელია დამატებითი გამაძლიერებელი არმირების კონტროლი. სწორად შესრულებული არმირება ნიშნავს უსაფრთხო და გამძლე კონსტრუქციას.